გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ესე იგი ეს დღეები არის ძალიან გააქტიურდა, ძალიან რაღაცა გააქტიურებული არის საქართველოს ეროვნული გმირის ანწუხელიძის სახელი, მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა ეს ხელისუფლება იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია იქნება, ანწუხელიძე გმირია. იქი წულუკიანი იძახის, რომ ცოცხალი რო ყოფილიყო სახში, ასე რო არ მოქცეულიყვნენ, სახში იქნებოდა და ოჯახთან იქნებოდაო, აქეთ ესენი იძახიან წულუკიანს იმას ანწუხელიძეს როგორ ახსენებთ, ანწუხელიძე გმირია, მოკლედ ერთი ცივილკივილი არის ახლა ატეხილი. და მე მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცა ორი სიტყვა ვთქვა. ზოგადად ქართულ საზოგადოებაში ანწუხელიძის ფენომენზე რატო არის სულ ანწუხელიძის გმირობაზე რატო არის სულ საუბარი და მაგალითად სხვა გმირები არ ხსენდება, რატო ხდება ეს ასე და ზოგადად ამათმა რაც ანწუხელიძის და მისი ოჯახის მიმართ მოიქცენ და რა გააკეთეს და როგორ გააკეთეს, ეს კიდე ცალკე თემა არის. ეს კიდე ცალკე საკითხი არის ყველაფერი და ახლა სადა ქვეყანა წივის და კივის ეს ქუჩაში ანწუხელიძე გმირია და ანწუხელიძე გმირია. ბიჭო. კაი, ანწუხელიძე გმირია, ხო და ამას არ ჭირდება არანაირი ახსნა განმარტება და არაფერი, ხო? რა თუნდა ამას ახლა ის რა ქვია გინდა ქუჩაში კივილწივილი, გინდა პარლამენტში კივილწივილი, რო გმირია, ხო მერე რა. ანწუხელიძე გმირია, თქვენ რო ბოზები ხართ და მოღალატეები ხართ, ამას ერთმანეთთან რა აქვს საერთო, ეს ვერ გამიგია. კი, ანწუხელიძე გმირია და თქვენ რო ბოზები ხართ რა. რას ახსენებელია თქვენი პირიდან ადამიანი, რომელიც შეეწირა მოწამეობრივი სიკვდილით იმ უბედურებას, რომელი უბედურებაშიც გახვიეთ თქვენ ქვეყანა. ხო, თქვენ რა, პრიჩომო რო თქვათ. ვერ ხვდები მე ეს ყველაზე მეტი მოკივლელი რო არიან ეს ანწუხელიძე გმირია ამ ხალხს ვეკითხები. რომელსაც არც თვითონ უმსახურებია ჯარში, თუ ქალები არიან არც მის შვილებს უმსახურებია ჯარში, არც მის ხრებს უმსახურებია ჯარში, ახლა ომზე და სისხლზე ზედმეტია ლაპარაკი. და სამშობლოს თავდადებაზე ზედმეტია ლაპარაკი. არც ზაზადამენი ახსოვთ, ილია, არც ხვები არ ახსოვთ. ეხლა ჩვენ ქართველებს გმირები გვაკლია? აღარაფერს ვამბობ აფხაზეთის გმირებზე, აღარაფერს ვამბობ კამანის გმირობაზე, სადაც რა ვიცი, იმდენი გმირობა ისი არის დამარხული და ასე შემდეგ. ჩემი სიტყვები ხო არა, ნაპოლეონის სიტყვებია, საქართველო ისეთი ქვეყანა, სადაც გმირები თავისით იბადებიან. აი უამრავი ამბავი ხო და თქვენ რა შვაში ხართ ამ ყველაფერთან? თქვენ რა შვაში ხართ? გინდა ნაცები, გინდა შიგევროპელები, გინდა ქოცები, გინდა რა საქმე გაქვთ, რა ხელი გაქვთ ამ ადამიანებთან? რომლებიც თქვენი მოღალატეობრივი ქმედებების გამო გახვიეთ ქვეყანა და მთელი ერი გახვიეთ ამ უბედურებაში. შეეწირა ეს ხალხი ამ ყველაფერს. თავისი გმირობა არის ინდივიდუალური საკითხი. ინდივიდუალური საკითხია. ვიღაც არის გმირი, ვიღაც არის მშიშარა, ვიღაც არის დეზერტირი, ვიღაც არის მოღალატე. და ცოცხალი გმირები არ არსებობენ, ეს ჩემი შეხედულება არის საერთოდ. და ჩემი დამოკიდებულება არის. გმირობის ნათლია არის სიკვდილი. გმირი ხდება ადამიანი, როდესაც შეეწირება რაღაცას და სიკვდილი მონათლავს იმას მოწამეობრივი სიკვდილით. და ამის მერე ხდება ადამიანი გმირი. ცოცხალი გმირი არ არსებობს. შეიძლება ადამიანმა რაღაცა დიდი თავგანწირვა ჩაიდინოს, მაგრამ მეორე წუთში ისეთი ღალატი ჩაიდინოს, რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვას. ამიტომ გმირი თუ შეიძლება ადამიანი იყოს, ადამიანი უნდა იყოს მკვდარი. ესა და საერთოდ სიკვდილის ფენომენი ამითაა დასაფასებელი, რომ სიკვდილი მოდის ნათლიათ ამ ყველაფრის. ახლა ერთი კითხვა მაქვს, აი
ნუ იგივე გია აბესაძე, იგივე უამრავი გმირობაა, რაც ვიცით, რაც არ ვიცით, რაც დამარხულია და რაც ისაა. ერთ საზოგადოებას ვეკითხები. კაცო, 2008 წელს მარტო ანწუხელიძე იყო გმირი, ერთ ელემენტარულ კითხვას ვსვამ. რატო არავის სახელი არ ხსენდება? რატო არავის სახელი არ ხსენდება ვინმეს ეს კითხვა დაუსვია? რომ არც ერთი სხვა გმირის სახელი არ ხსენდება. აქ მე ვინმეს არ ეგონოს, რომ ან ამწუხელიძის თავდადებას ვაკნინებდე, ან კონკურენციას ვგრძნობდი, ან რაღაც. მე სხვა რაღაცაზე მინდა ვთქვა, კაცო. გმირები არიან განსახლებული ზეციურ საქართველოში, თავდადების მაგალითი აქვთ მიცემული, სამშობლოს სიყვარულის და ასე შემდეგ, მაგრამ ბიჭო, ამ ლეშების პირიდან ამათგან რატო არ ხსენდება სხვა გმირი? გინდა აგიხსნათ რატო არ ხსენდება? აი გეტყვით მაგალითად, რატო ამათი პირიდან თქვენ არასდროს არ გაგიგონიათ მაგალითად ალიკო ონიანი, შინდისის გმირი. გმირი, რომელიც შეაკვდა ბოლოტყვიამდე მტერს და ბოლოს ნათლული ჩაიხუტა, ლიმონკა გახსნა და არ დანებდა და თავით შეაკლა და ნათლული შეაკლა, რომ ტყვეთ არ ჩავარდნილი. რატო არ ხსენდება ეს ხო არის ბრძოლის მაგალითი უკანასკნელ სისხლის წვეთამდე. აი უკანასკნელ სისხლის წვეთამდე. ავინმეს არ ეგონოს, იმიტომ ვამბობდე, რომ ცხონებული ალიკო ჩემი გვერდით სოფლელი ბიჭი არის და ბავშვობიდან ვიცნობდი, მეგობრობდი რაღაცას. ამიტომ არ ეგონოს ვინმეს ვამბობ. ბიჭო, მე ვამბობ თვითონ ქმედებაზე, ხო? და გმირობის მაგალითზე. ამ მაგალითს რატო ალიკო ონიანს არავინ არ ახსენებს? გინდა გითხრათ რატო არ ახსენებს? მარტივია. როდესაც ახსენებ ალიკო ონიანს, წარმოგიდგება, რომ მტერს შეაკვდა ადამიანი და გადაარჩინა მისი სიცოცხლე წვევით. როდესაც ახსენებ ანწუხელიძეს, თვალწინ წარმოგიდგება ქართველი კაცი, ჩავარდნილი, მართლა ყვავების ხელში ჩავარდნილი, არწივი, რომელსაც ხელფეხი აქვს შეკრული, რომელსაც ერთი ლიმონკა ალბათ სანატრელებლად აქვს, რომ მომცა ხელში ავიფეთქო და ესენიც წავიყოლო, ამის საშუალება არ აქვს, რომელსაც ამცირებენ, აწამებენ, აწვალებენ. და თან რო იძახიან რუსები, სიმართლე უნდა ითქვას, იქ რუსებს ვერავინ ვერ ხედავს, იქ არიან ოსი სეპარატისტები. ხო? ნუ არ თუ გინდა ამათ ყველაფერი რუსს უნდა მიაწერენ, ხო? ჩაგდებული ყავთ ხელში და წარმოგიდგებათ ადამიანის არაადამიანური წამება, წვალება, ტანჯვა და ეს არის დამკვიდრებული ფსიქიკაში, რომ არასდროს არ მოხდეს ქართველების და ოსების შერიგება, არ მოხდეს რუსებთან დიალოგი, იმიტომ რომ აი ანწუხელიძე. იმიტომ ესაა ომის დანაშაული აი რა ვიცი, ყველანაირი კაცურის, ადამიანურის და აქ ახლა ალიკო ონიანი რო ახსენო და მისი გმირული საქციელი ახსენო, იქ ისიც არის შემდეგ, რომ მტერს ვისაც ებრძოდა, მოვიდა იმ ბატალიონის მეთაური და ქუდი მოიხადა და დააგდო და ხედრული პატივი მიაგო მებრძოლებს, ვინც 17 ბიჭი, რომელიც ერთ ბატალიონს ებრძოდა. მერე ეს გრძელდება, რომ მტერმაც კი პატივი მიაგო. აქ რა ხდება? აქ ხედავთ წამებას ადამიანისას, წვალებას, დამცირებას, განცდა, დაუცველობის, უნარობის, შეუძლებლობის და მთელი ცხოვრება რო გაყვეს ადამიანს ფსიქიკაში და ყოველთვის წარმოუდგეს ეს თავში. და ახლა მე მაინტერესებს კითხვა, რომელიც ძალიან გავრცელებულია. ამაზე მე დეტალურად ვისაუბრებ, იმიტომ რომ ის ბიჭები, ვინც ანწუხელიძესთან ერთად იბრძოდნენ იმ ბატალიონში, მეგობრობ, ძმაკაცობ, ვეძებდი მე ამ საკითხს, ვიკვლევდი მე ამ საკითხს, მაინტერესებდა კაციშვილმა არ იცის როგორ ჩავარდა ტყვეთ ანწუხელიძე. ეს ისეთი ბიჭი არის, როგორც ხედავთ, რომ ის არავის არ დანებდებოდა, ხო? საიდან მოხდა მისი დატყვევება? რა სიტუაციაში, როგორ ჩაიგდო მტერმა ხელში? ერთადერთ მომენტში წყდება, როდესაც იწყება დაბომბვა და ხდება გაფანტვა, ამის შემდეგ, მარტო ხო არ
ბატალიონი იყო და მარტო ხო არ იქნებოდა ეს ადამიანი იქ. როგორ მოხდა ამ ბიჭის ჩაგდება ხელში მტრები და ის ხო ცოცხალი არავის არ დანებდებოდა. სადა ამის გამოძიება, ამის ახსნა რატო არსად არა? გაწირეს მთელი საქართველოს გაწირულია, ისევე როგორც შინდისის ბიჭები იყო გაწირული და სხვაებიც. ამაზე არაა საუბარი. მე მაინტერესებს გადააბრუნეთ მთელი ინტერნეტი. ნახეთ კონკრეტულად ერთი, აი ახლა ყველას დაინტერესებულ პირს გეუბნებით. ნახეთ ყველამ ერთი თუ სად წერია რომ გიორგი ანწუხელიძე რომელ ბატალიონში მსახურობდა, მაგრამ რომელ შტატზე მსახურობდა. მეტყვიამფრქვევე იყო, ხუმბარტყორცნელი იყო, მეკავშირე იყო, თუ რა შტატი ქონდა. არსად რატო არ ხსენდება? მის ბიოგრაფიაში წყვეტა როდესაც არის 2006 წლიდან 2005 წლიდან 2006 წლის მერე წყვეტა რო ხდება შეიარაღებულ ძალებში მსახურის და გამოშვებული რო ყავდათ და ახლა რო წერთ ჯანმრთელობის პრობლემები ქონდაო. რატო გამოუშვით შეიარაღებული ძალებიდან? მაშინ რატო გაგახსენდათ ეს ბიჭი? მან და მაინც ომი რო დაიწყო და 6-7-ში რო დაურეკეთ. მაშინ რო დაურეკეთ. სახორცე მასალად რო დაურეკეთ. აი, დედა ოსი რო ყავს, მაგას კიდე არ საუბრობენო. კი, ოსის ქალმა და ოსის დედამ გაზარდა. ოსმა დედამ გაზარდა ის ქართველი გმირი. რატო ხდება ეს ასე? ანწუხელიძე გმირია. გაქვთ ერთი ენაზე წამოპლაკული. სადაც დიდ გმირობაზე არის საუბარი, იქ ყოველთვის დიდი ღალატი და ლაჩრობა იმალება. იმიტომ რომ გადაიმალოს ყველაფერი. ვინ იყო ამ ბატალიონების მეთაურები? ვინ იყო ამ ბრიგადის მეთაური? როგორ შეიყვანა რა გზით შეიყვანა, რა დანაკარგები მიიღო მეოთხე ბრიგადამ? რატომ მოხდა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობა მოიხსნას, იმიტომ რომ ანწუხელიძე გმირია. არასდროს რუსებთან არ შევრიგდეთ და ოსებთან არ შევრიგდეთ, მით უმეტეს დედა ოსი ყავს, როგორც ამბობენ, იმიტომ რომ ანწუხელიძე გაიხსენეთ როგორც აწამეს. და ეს ნაგოები, ეს ცალხელში LGBT დროშა რო უკავიათ და ცალხელში რო ანწუხელიძის სურათი უკავიათ, ამ ნაგოებს ამათ ეს მახსოვს მოეთხრიენ ერთხელ 9 მაისს დიდი სამამულო ომის გამარჯვების მემორიალზე ჯერ კიდე შემორჩენილი 2018 წელი იყო თუ რაღაცა ჩხუბი მომივიდა ცალბეჭზე აქ შემოფარებული, ესე იგი ჩანთა LGBT დროშები და ცალხელში უჭირავს ანწუხელიძის სურათი. და 9 მაისს როგორ აღნიშნავთ რუსებმა როგორ მოკლეს ანწუხელიძე. აი ეს ნაგავის ბროდ იქ ჩხუბი მომივიდა მაშინ და ჩემდა გასაკვირად მე არ დამიჭირეს და ის გაათრიეს. არის არქივსაც აქ ახსოვს ეს ყველაფერი. რატო ხდება ესე? რატო იყენებთ ამ ყველაფერს? აი ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. და ანწუხელიძეზე ვინც წივი ხართ და კივი ხართ, აი არც ერთი არ ახართ, არც ჯარში დამსახურები, არც ომში მონაწილეობა მიღებული და არაფერი ღალატის მეტი არაფერი არ გაგიკეთებია. ნაგოები ხართ თქვენ. როგორ ჩავარდა ეს ბიჭი თქვენ? მიატოვეს, კანტუზია მიიღო, მარტო დარჩა, თუ ვიღაცამ შემთხვევით მოღალატე იყო შიგნით და შიდა, რა მოღალატები გვაკლია, სააკაშვილი მოღალატე იყო, ეს რა ქვია, იაკობაშვილი მოღალატე იყო, ეს თავდაცვის მინისტრი რო იყო, ეს კეზერაშვილი მოღალატე იყო, ყველა მოღალატეები იყვნენ იქ. და იქ არ იქნებოდა ვინმე მღალატით შემთხვევით ხო არ დაატყვევა თვითონ შიგნიდან და ხო არ გადაცა იმათ. ან შემთხვევით თქვენ არ გაკვირვებთ ის მომენტი, როდესაც თვითონ სეპარატისტებმა გადაიღეს ეს ვიდეო, სეპარატისტი იყო თუ არ ვიცი შვიდობის ყოფილი იყო თუ ვინ იყო, შვიდობის ყოფილი არავინ არ იყო, როგორ ექცევიან ამ ბიჭს, როგორ ექცევიან. და როგორ შეიძლება რომ საკუთარი დანაშაული, ახლა იქ ხო ქართველი არავინ არ იქნებოდა.
როგორ შეიძლება საკუთარი დანაშაული გადაიღო ასეთი სამარცხვინო დანაშაული და მე ოსები აქ რო დაიწყებენ ზოგიერთი გაბრაზებული ოსები ლაპარაკს რომ ასე მოხდა ისე მოხდა და როდესაც ვეუბნები იგივე კითხვას უბრუნებ ბიჭო კაი რაღაცა ყოველთვის ყველა ომში ხდება ცუდი და გამცეს ვინმე პასუხი რომ აი ეს საწყალი ბიჭი აი ეს საცოდავი ბიჭი ასე რო ყავთ დატყვევებული ტყვე ყავთ ხო აი ტყვე არის ეს საცოდავი მზარავს ამ კადრის ნახვა ტყვე არის ეს საცოდავი ამ საცოდავი ბიჭს რას ერჩოდით ხელფეხ შეკრუს ეს კაცობაა ეს ადამიანობაა რას ერჩოდით იგივე თუნდაც არჩილ ტატუნაშვილს არჩილი უშუალოდ ჩემი მეგობარი იყო ერთ ბატალიონში მსახურობდი რას ერჩოდით ამ ბიჭს იმიტომ რომ დროშაზე ფეხი არ დაადგა და სული ამოხადეთ ცხინვალში ეს კაცობაა რას ერჩოდით იგივე იმ 70 გლეხს მოხუც რომელიც ხეობაში დარჩა დამოხადეთ სული ეს ხო ცუდია და ვეღარ იღებენ ხმას ენას ვერ გიბრუნებენ უკან იმიტომ რომ ცუდი საქციელი ცუდია მაგრამ სად გინახიათ ხალხო თქვენ საკუთარი დანაშაული გადაეღო დამნაშავეს და შემდეგ გამოესაჯაროვებია სად გინახიათ რომელი დებილი გააკეთებს ამას რომელი დებილი გააკეთებს ხო ოსი იღებდა იქ ამ ყველაფერს აი ოსი არ იღებდა რუსი ხო იღებდა თქვენთვის საყვარელი ეს თემა მე საკუთარ დანაშაულს ასაჯაროვებს თქვენი დადგმული ხო არ იყო ეგ ყველაფერი აქედანვე დადგმული რომ ეს თემა ყოფილიყო სამარადჟამოდ დაკიდებული იმისთვის რომ ქართველებს ოსებს და რუსებს შორის არასდროს არ იყოს მშვიდობა და ყოველთვის გაახსენდეთ ანწუხელიძე ისევე როგორც მინდიაშვილს გაუკეთა მაგრამ მინდიაშვილს ვინც გაუკეთა ყველა მიცის ეს მათხოვარი აგერ ნაძირალა ვირთხა კოცების სახე 1000 ლეგენდა არის აგორებული 1000 უბედურება არის აგორებული აფხაზეთში მოჭრილი ქართველის თავებით ფეხბურთის თამაშის ვეძიები ამ იმას რა ქვია ფაქტს გაგრის სტადიონზე ერთი მხრიდან მეორე მხრიდან მესამე მხრიდან ყველა მხრიდან არც ერთი მტკიცებულება არა იტყვის აგერ ვიღაცა ეს რატო იცი რომ ქართველებს და აფხაზებს შორის არ დალაგდეს მდგომარეობა იქაცა კადრები ხო იქაცა ზუსტად იგივე არის ხო აფხაზეთზე რო ახსენებ რა წარმოგიდგება თვალწინ წარმოგიდგება გაბისკირიას ვაშკაცობა და ეშპასი და იმისი რა ქვია ჟიულის შარტავასი და ნიკაგდავ ჟიზნიო ვიღაცამ ხო გადაიღო ეს კადრები უიარაღო ხალხს რომელსაც ვერ აშინებენ ვერ ტეხავენ და მერე გამოასაჯაროვა სადმე რო ყოფილიყო ფეხბურთის თამაში ქართველების თავებით ამ კადრებს და თუ არსებობს მე არ ვიცი არ მინახია არ გამიგია რეალობასთან ამ ყველაფერს შეხება ქონოდა ვიღაცეების ნატლიკინების ჭორების გარდა ახლა ასე ომში ვისაც ფეხი გაუდგია ზოგიერთ 80% რო კითხო გმირია და ეს დახოცა და ის დახოცა ამ არის ღაპრების აი ამისთვის ხდება ჩემო კარგებო ეს ყველაფერი აი ამისთვის ხდება და ესაა სირცხვილი ესაა სიკვდილი მაგრამ რატოა სირცხვილი და სიკვდილი იცი გამოუძიებელია ყველაფერი გამოიძიები არავინ არაფერს არ იძიებს ეს ზერელე ზედაპირული ისა რა ქვია კომისია ზერელე ზედაპირული ბოდვა ეს დაკითხეთ ის დაკითხეთ წულუკიანს მინდა უთხრა რატო არ იბარებ ცინდელიანის ოჯახის წევრებს დაიბარე ცინდელიანის ოჯახის წევრები აფრასეთის ოჯახის წევრები ხო ყავდა ბოლო სვანი ხარ როგორ დააჭედეს ტყვია შუბში და როგორ გადაუგდეს საფლავიც არა აქვს მის დედას რომ მივიდეს და საკუთარი აგერ აღდგომა მოდის ხო მიღვალ ჩვენ მიცვალებულებზე ვინც ახართ ყოველ შემთხვევაში მიხვალთ და პატივს მიაგებთ ხო მიხვალთ და ელემენტარულ კითხვას გისვამთ ნებისმიერს გისვამთ ელემენტარულ კითხვას ცინდელიანის დედა სად მივა თუ აცოცხალი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და გააძლებიოს ამ ტკივილისთვის თევზების საჯიჯგნად ჩაგდებული შვილი რო საფლავიც რო არა აქვს რატო არ იბარებ რატო თუ კომისია ხარ თუ რამეს თუ აკეთებ
ამიტოა რომ გლანძღავთ და გაგინებთ და ამ სიბინძურეს უკვე გუშინწედისაც 9 აპრილი თურმე ამათი ყოფილა, ანწუხელიძე თურმე ამათი ყოფილა, იმათი. ჯერ ახლა ანწუხელიძეზე ერთი ბოლომდე გამოვიკვლევ ამ ყველაფერს. ბევრი რაღაცა ვიცი, აი მტკიცებულებით ყველაფერს გამოვიკვლევ, ანწუხელიძეს როგორც მოეკეცით სისტემა და რანაირად მოეკეცით სისტემა, ახლა რო ვიძახით გმირიაო. აი მე ვილაპარაკოთ მაგაზე. მე ვილაპარაკოთ, მტკიცებულებებით ვილაპარაკოთ. გამოვიკლეთ ჩვენ მაგას. უფრო მეტი საინტერესო გახდება ერთი როგორ ექცეოდით ანწუხელიძეს, როცა შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ან დაკარგული როცა იყო. სანამ ის კადრები არ გამოჩნდა. ესეთი გმირობა რამდენია დამარხული. გმირობა აი ნერვები მეშლება რა, აი ესეთ გულის ამრევ საზოგადოებაში აი ესეთ გულის ამრევ საზოგადოებაში როდემდე უნდა იცხოვრო. ეტყვი რამეს, ანწუხელიძე გმირია, მაგრამ შენ ბოზი ხარ და მოღალატე ხარ და კახპა ხარ. შენი ოჯახით. დედამოწყნული შვილების ოჯახი რო ხართ. არც თქვენ გიმსახურებიათ, არც თქვენ ღალატის მეტი რო არ გიკეთებიათ სამშობლოსთვის არაფერი. და მე დააკვირდით, შეხედეთ. როგორი განსაკუთრებული იმით რა ქვია, სიამოვნებით ხვდებიან ამ იმას. აი იქმნება ნახატები, დაჩოქილი, წაქცეული, ხელფეხშეკრული საქართველოს სიმბოლოდ ამ ბიჭის. დააკვირდით, როგორ ხდება. აგერა კიდე ეს ამათი საუკეთესო საყვარელი თემა არის, იმიტომ რომ გამწარონ ქართველი და ესე ამას იფრიალებენ ხვირწინ და თვითონ ამ ფსლიკიანებს კლუბის მეტი რო არაფერი უნახიათ და რუსთაველზე ჯერ დოლარები და ევროები თუ არ მიეცით, ტრაკი რო არ გამოუდგიათ გარეთ ეს თუ არ უქნიათ, ხო? გამოდიან და ლაპარაკობენ ამ იმას. ბოდიში უნდა მოუხადოთ ანწუხელიძეს თქვენ დამპლებოთ, თქვენ დამპლებოთ მის ოჯახს. მაგრამ ბოდიში რას კმარა? კედელთან ახართ, მისაღებენ მისახყოვრეთი ხართ ყველა. ომის გამოძიება ასე კი არ უნდა ხდებოდეს. ტრიბუნალი უნდა ხდებოდეს და უნდა იხვრიტებოდეთ თქვენ. იმ ღალატის გამო რა ღალატით ჩაიდინეთ ქუჩაში. ქუჩაში უნდა დაიხრიტოთ. საჩვენებელი დახვრეტები როგორც იყო, აი ისე. რო არ განმეორდეს მსგავსი რაღაცა. კოჰაბიტაცია და მეორე პოლიტიკური ძალა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ჩვენი ასე და ჩვენი ისე და ამხელა უბედურებები ხდება და მე ამ ბიჭების სახელები აქვთ ასე შენ წადი შეეწირე, შენ მოკვდი და ეს დედამოწყნულები ირბენენ ამ ქუჩაში. და იმისი ვიღაცა უკრაინელის იმას ძეგლს დადგამდნენ და მაშინ ერთი ლანძღვაგინება მქონდა ატეხილი უკრაინელის ძეგლი რო დადგეს საქართველოში ანწუხელიძის ძეგლი არა თქვა და მე მოისაზრენ როგორც იქნა და ამოიღეს ის რა ქვია ჯიბეზე გეიკრეს ხელი და ანწუხელიძის ძეგლიც დადგეს. ვინ ლაპარაკობ ბიჭო გმირებზე და ვინ ლაპარაკობ მეომრებზე ხალხმა რომლებმაც გმირთა მოედანზე ჯერ ხო სამშობლო გაყიდეთ და მე გმირთა მოედანზე რო ომის ვეტერანები ცემეთ აი იმ გმირთა მოედანზე უნდა დაგხრიტონ სამშობლოს მოღალატეები ყველა იმათი სულისთვის აფხაზეთის ომიდან მოყოლებული და გვერდით აი 2008 წლის აქეთ უნდა დაგაყენონ ჯერ ის მოღალატეები მე ეს მოღალატეები მათი შთამომავლობა და აი იქ უნდა დაიხრიტოთ და აი მაშინ ამოისუნთქებს საქართველო აი მაშინ გაიხარებს საქართველო მაშინ გაიხარებს ქართველიერი და სულ ფეხებზე მკიდია მე ვინ იტყვის რომ ხალხს ხრედდნენ დასახურეტია და უნდა დახურიტო მაგრამ ამ გველებიდან და ამ ქვეწარმავლებიდან ვერასდროს ერი ვერ გათავისუფლდება დამიწყეთ ახლა ისა რა ქვია აღდგომის მარხვა და ასე არ შეიძლება და ისე არ შეიძლება და მიმტევები ვისი მიმტევებელი იყო შენი მტერი გიყვარდესო პირადიო სამშობლოს და რწმენის მტერი გიყვარდესო როდის გასწავლა ქრისტიანობა ასე რო ეფიქრათ ჩვენ წინაპარს
ყოველ კვირაში და ყოველ ორ კვირაში ისა რა ქვია რელიგიური დღესასწაულია სისხლი არ უნდა დაიღო არა არ უნდა ეომა რა ბოდიალო თქვენ ხალხო და დაჯექით ახლა ამას და უყურეთ და ღმერთო დაგლოცო ბატონო ბიძინა ესენი ხო აღარ მობრუნდებიან აძახებიეთ ხალხს დააჩმორეთ დააკნიავეთ თუ დასმელი გაკეთე აი გული მერევა აი როგორ მერევა გული იცი აი ვიღაცა რო გამოვა და ვიღაცა რო აქეთ საპასუხოს რო იტყვის რომ აი ჩვენ რო ყოფილიყავით ესა მე ხო აგდიხარ ახლა შედედაძაღლო ხო აგდიხარ მიდი მოთხოვე პასუხი გადააყოლეთ მთელი ქვეყანა თქვენ მილიონებს და თქვენ ფულს და თქვენ სკამს ნაძირალა ახურები ესენი მოკლედ აი ამაში არის საქმე და ყველა ანწუხელიზის დროშის მოფრიალეს მინდა ვკითხო აი ყველას მინდა ვკითხო ყველას ვისაც ანწუხელიზის დროშა აქ ხელში აღებული და იძახს ანწუხელიძე გმირია ანწუხელიძე რო გმირია გასაგებია ამას არ აჭირდება თქვენ ცივილკივი მინდა თქვენ კითხოთ ანწუხელიძე რო გმირია შავაძე ცინდელიანი კარდავა ესენი რომელიც საკომად დახვრიტა და ჩაყარა თეთრაძე რომელსაც სამშობლოს ღალატს აბრალებდნენ კრიალაშვილი ესენი ვინ არიან ან ამის გამკეთებლები ვინ არიან ვინც ეს გააკეთა ვინც საქართველოს მოუკლა შავაძე თეთრაძე ვინც საქართველოს მოუკრა ცინდელიანი კარდავა კრიალაშვილი და ასე შემდეგ ესენი ვინ არიან ესენი თქვენი პრეზიდენტები არიან თქვენი პოლიტიკური ძალა და თქვენთან ერთად დგანან ამიტომ ისინი არიან გმირები თქვენ ხართ ბოზები და მოღალატეები თქვენი დედას შევეცი და თქვენზე კაის მთქმელის დედა მოუთხანს უყველასი და თქვენზე ხელის დამფარებლის დედას შევეცის უყველასას რა აი ესა და სხვა არაფერი თქვენი ნაბოზარი ფულზე გაყიდული დედა მოუთხან ერთისიც და მეორესიც მიდით გრანტებს გამოგიგზავნიან თქვენი დედა მოუთხან მიდით ევროპული საქართველოსთვის იბრძოლეთ და ბიძინა ივანიშვილო შეჩათლახო არაკაცო მათხოვარო ვირთხა შენ ფულებს გადააყოლე ქვეყანაში მართლა ოჩოპინტრე შენ შენი დედას შევეცი ცალკე კიდე რომ ამ დღეში ჩააგდე ქვეყანა და ეხლა ნუ იგინები წყინთ გინება ძნელი მოსასმენი ასე ცხოვრება ხო არ წყინთ ასე ცხოვრება ხო არ წყინთ ხო მიიღეთ ხო შეეგუეთ ამ გარყვნილებას ამ გადაგვარებას ამ ტრობას და ამ უბედურებას საკუთარი ერისას და ხო შეეკარით ბილწს ზავით და ხო ლოცულობ დღე და ღამე მიდით ილოცეთ ოღონდ ომი არ იყოს